2021 წლის 10 სექტემბერს 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი მკურნალობის დაწყებიდან სუსტად ერთი თვის თავზე აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს COVID სასტუმროდან შეიყვანა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახს მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაუჩნდა. მათი შეფასებით საქმის გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობდა და სწორედ ამიტომ წლების განმავლობაში სხვადასხვა დეტალისა და გარემოების მოძიება თავად მოუწიათ. გარდაცვლილი ფეხბურთელის მამის გაიოს ჩარკვიანის თქმით, საქმის მასალებში დროთა განმავლობაში არაერთი დარღვევა და უზუსტობა გამოიკვეთა. ისინი დღემდე საქმის სრულყოფილ გამოძიებასა და ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირის გამოვლენას ითხოვენ. 21 წელს რაც მოხდა, თქვენს კარგად მოგეხსენებათ და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რაც მოხდა. ეს იყო ბჭყალებში სოფლიო აფიორა, რომელიც სოფლიო აფიორას არა მარტო ჩემი შვილი, არამედ მილიონობით ადამიანი შეეწირა, სრუტყუილ უბრალოდ. და აქედან გამომდინარე მოხდა ის ჩემ თავს და ჩემ ოჯახს, რაც დამართეს ექიმებმა. შევეცდები, რომ თანმიმდევრულად მოგიყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო არის, დავიწყებით, არაფერი არ დავიწყებია და იმდენი მტკიცებულებები მოვიპოვე ამ წლების განმავლობაში, რომ ფაქტიურად პროკურატურას სხვა გზა არ დარჩენია, თუ არა და ბრალები წაუღენონ ექიმებს, არა მარტო ექიმებს, არამედ სხვა თანამდებობის პირებზედაც არის საუბარი. 21 წლის 10 სექტემბერს, როდესაც გარდაიცვალა ჩემი შვილი, ნამდვილად არ მეგონა თუ რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა, მაგრამ მე ავდექით და ჩემ დაუნებურად დავიწყე გამოძიება, ვინაიდან ასეთნაირად ადამიანები არ უნდა გკლებოდნენ, არ უნდა იღუპებოდნენ. მით უმეტეს გვესმოდა გადაცემებში, რომ აგერ 80 წლის ადამიანი გამოაჯამთელდა და 100 წლის ადამიანი გამოაჯამთელდა და ჩემთანს დაუსვით კითხვა. ჯერ ჩემი შვილი დაკრძალულიც არ იყო, დედაც არ იყო გარდაცვლილი იმ პერიოდისათვის, ეს სექტემბრის დაკრძალვის სამძიმრის პერიოდები იყო და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომ უნდა დავეწყო გამოძიება. არაერთ ექიმთან ვიყავი კონსულტაციაზე, სადაც ფაქტობრივად მარიდებდნენ თავს და იმას, სადაც სულ ყველა დაშინებული იყო, მათ შორის საზოგადოების ნაწილიც, მაგრამ დღესდღეობით ახლა ხდება ხალხის უმეტესობა იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან იყო საქმე. პირველ რიგში რაც აღმოაჩინე ის გარემოება, რომ დოკუმენტები სამედიცინო ისტორია იყო გადაწერილი და გაყალბებული. ერთი ადამიანის მიერ იყო ხელმოწერილი, რაზედაც აი ამაზე უკვე პირველი აქედან დაიწყო აქცენტები. მე შესაბამისად გამოაჩნდა ერთი ხდიერთმადლიერი ქალბატონი, რომელიც ძველი ექიმი არის, სადაც ეგრეთ წოდებული კომუნისტების პერიოდში და ძირფესვიანად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და პირდაპირ მეთხრა, რომ თუ კარგად დააკვირდები ამ იმებს, საკითხებს, შენი შვილი თავისი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა, არამედ მოკლეს. დავიწყე ძირფესვიანად შესწავლა, იგივე მეთოდოლოგიურად, კარგად მოგეხსენებათ, პროფესიაში ვარ, მე თვითონ ადვოკატი ვარ მოქმედი. მეთოდოლოგიურად მივყვევი ყველაფერს, ჯერ წამლების საკითხები გავარკვიე, მე შემდგომ ამისა ადვოკატებთან ერთად საკითხი დავაყენე სხვადასხვა ექიმებთან მიმართებაში, აგრეთვე მთავარი ექთანი მეორე სართულის ვინც იყო გამყალბებელი მასთან დაკავშირებით, დაიწყო. აღმოაჩინე მე ეს პირველ რიგში ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინე, ამას მოყვა პროტოკოლი, გაიდლაინები და შესაბამისად სხვადასხვა საკითხები, რომელიც შევისწავლე. ის აუცილებლად პირდაპირ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ 21 წლის 1 მაისის პროტოკოლით, რომელიც ეგრეთ წოდებული ბჭყალებში სოფლიო ჯანმო და შესაბამისად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
ახორციელებდა იმას, რომ ნარკოტიკული საშუალებები არ უნდა მოხვედრილიყო. დავიწყე მედიკამენტების დათვლა. მე გამოძიებამაც მეტნაკლებად ფარმაცერად დაიწყო ყურება, მაგრამ როდესაც მივიდა უკეთ და დაითვალეს ნარკოტიკული საშუალება მარტო ერთი პრეპარატი 577 ამპულა, ეს ნარკოტიკული ამას დამატებული მიდაზოლამი 251, მორფინი, ჰაროპერიდოლი, კეტამინი, ლექსოტანილი და სხვადასხვა მედიკამენტები, რომელიც ურთიერთშეუსაბამო არის ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა მე ადამიანის ორგანიზმი მომიყვანე ნებისმიერი დასაბუთების გარეშე. პასუხისმგებელი ვარ იმასთან დაკავშირებით, არც ისტორიაში ყოველდღიურ კურსუსებში არ არის დასაბუთება თუ რატო უკეთდებოდა 10 ამპულა, 8 ამპულა, 9 ამპულა, 12, 16 და ეს ნაზავი და ამას დამატებული კიდე სხვადასხვა პრეპარატები. პლუს ამასთან ერთად მოხდა ის დარღვევები, რომელი დარღვევებიც პროფესიული განვითარების საბჭო მეტნაკლებად ვერ აერიდა, მაგრამ ის დარღვევები იყო, რომ სინჯები უნდა გაეკეთებიათ და სინჯები არ იყო გაკეთებული ჩემ შვილზე ალერგიასთან დაკავშირებით, როგორც წარმოგიდგენიათ 23 დღის განმავლობაში 60-ზე მეტი პრეპარატი არის გაკეთებული. არც სისხლის კვლევები ჩატარებულა, არაფერი არ არის ჩატარებული ამ საქმესთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მიცეს აღნიშნულ ექიმებს, 10 ექიმს. მაგრამ რასაც ქვია, რომ სხვა რიგი პასუხისმგებლობა დამდგარიყო და ისა, მაგასთან დაკავშირებით ანალოგ არ დამდგარა. ერეშე პარალელურ რეჟიმში ჯანდაცვას ვთხოვდი იმ დოკუმენტაციას, რომ ჯანმრთელობის ფორმა ნომერ 100-ში ასახული იყო პრეპარატები, რომელი პრეპარატებიც არ იყო ასახული კალკულაციაში. კალკულაციის აღებას 2 წელიწადი მოვანდომე, ისიც იზოლების წესით გამოითხოვა გამოძიება. ყველა დოკუმენტაცია, რაც მოპოვებული არის, შესაბამისად გამოძიებისა და ჩემი მხრივ და ადვოკატების მხრივ, არის იზოლებით გამოთხოვილი. რომ სასამართლოს განჩინება, დრო რო გაეჭიმათ და აი ამ თქვენ რომ არ მოგეთხოვოთ, არ გამოიძიოთ. ხო, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებული მხარე არ არის, ვერაფერს ვერ აკეთებს, დაყნობილი ვარ გამოძიებაზე და პროკურატურის კეთილნებაზე, ჩავაბატონო. დღემდე ასეა, ეს მოდის მიშას პერიოდიდან, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდიდან. და დღემდე დაზარალებულები აი ასეთ დღეში არის. არა მარტო მე, არამედ სხვა დაზარალებულებიც, რომელიც არის უბრალოდ კეთილგანწყობაზე, რომელიც კეთილგანწყობაც არის შესაბამისად პროკურატურა. თუ უნდათ გააკეთებენ, თუ არ უნდათ არ გააკეთებენ. დადგა პირველად ბეგიაშვილის მთავარი ექთანის პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიებასაც ძალიან ბევრი ლაფსუსები ქონდა. ის კითხვები, რომელიც უნდა დასმულიყო, არ იყო დასმული. მაგალითისათვის, როდესაც მინდა გავალაო, დამავალეს უნდა მე მოვაწერეო თურმე ხარისხის განყოფილებას, რომელიც რესპუბლიკურ სამონტყოფოში არის, შესაბამისად დაურეკავ მან, რომ მოსულია პატრონი ითხოვს სამედიცინო ისტორიას, ჩანაწერებს და გთხოვთ მიეცით. ამასობაში ეს გაუმზადებელი იყო და მოაწერა ამ ქალბატონმა ხელი, რომ ვითომ აი ასეთი კეთილსინდისიერად ჩავატარებდით კურნალობას 23 დღის განმავლობაში. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანმა წეროს ეს მედიკამენტი გაუკეთდა ამა და ამ დროს, რაც სრული სიყალბეა. თვითონ ეთქვა მე მოვაწერე ხელიო, დამავალესო. მაგრამ გამომძიებელმა ხო მეტნაკლებად არ დაუსვა ის კითხვაც არ დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისად მინდა გავალა. ეს ბოლოს აპელაციაში, როდესაც გადავიდა საქმე, მაშინ ალაპარაკდა, როდესაც უკვე ციხეში იყო. მას აიმედებდნენ, ჩემბატონო, რომ შენ არაფერი არ მოგივა, მიდი. იმასკენი გაჭიმე საქმე, როგორებნაირად წელიწად ნახევარზე მეტი, წელიწად და 8 თვე მოვანდომეთ ერთი პროცესის დამთავრებას. მე შესაბამისად აქციებიც და მოვაწყეთ გენერალურ პროკურატურასთან, ვითხოვდით ეფექტურ გამოძიებას და მივახციეთ იმას, რომ კეთევან წესრიგზე პირველი საფრთხის მაშინდელი დროინდელი განყოფილების უფროსი
მიეცა პასუხისგებლობაში 220 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად იქაც წარიმართა გიძახოდა ეს ქალბატონი, რომ არ არის არა ვარ დამნაშავე არაფერი, მაგრამ ადგა და მე მან მიიღო გადაწყვეტილება, მოვიდა ჩემთან, ოჯახთან და შესაბამისად ყველა მტკიცებულებები უდავოდ გახადა. აქედან გამომდინარე მიცა ჩვენება გამოძიებას. ისევ და ისევ ლაფსუსებს ფაქტზე ყურადღებას რომ სრულყოფილი ჩვენება არ მიცა, მაგრამ არის მომენტი, სადაც რომ თუ კი დაინტერესდები შემიძლია განახოთ კიდეც, რომ მე თუ ბრალი დამეყენეს და რაზედაც დამეყენეს ბრალი თავს არ ავწნო დამნაშავედ, მაგრამ ჩემს გარდა სხვებმაც არ გააკეთეს ეს ანალოგიური კვლევა. ნახველის ვერ გაარჩია ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამხარაურშიც ჩატარდა ექსპერტიზა და იმ პროტოკოლით გათვალისწინებული 8-4 პროტოკოლის თანახმად უნდა აეღოთ, როდესაც მედიკამენტები ინიშნება, უნდა აეღოთ სავალდებულო კვლევები, რაც სავალდებულო კვლევები არ ჩატარებულა 11 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. როდესაც მოხდა ჩემი შვილის მართვის აპარატზე შეერთება, აი მაშინ აუღეს შესაბამისი ანალიზი, სადაც გამოვიწვია რეზისტენტობა, ჰოსპიტალური აგენტები და სხვადასხვა სამედიცინო ენაზე აუწერელი დაავადებები, იგივე თრომბოციტოპენია, შაქარი და მთელი ამბები და ახლა როგორ წარმოგიდგენიათ 20 წლის ბიჭი, შვილი ვარჯიშობდა, იყო მოქმედი ფეხბურთელი, ვემზადებოდით საზღვარგარეთ წასვლას და აი დაგვემართა აი ასეთი რამე. შემდგომ ამისა, ახლა აქეთკენ პერიოდში ჯანდაცვა არ იძლევა ისევ და ისევ საბუთებს, გადაწყვეტილებაც ამაქვს სასამართლოსი, ახლახან და გაასაჩივრეს, სულ არის ერთი გვერდი დასაწერი, ერთი გვერდი დასაბეჭდი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისად მომცენ დოკუმენტი, რომ 21 წლის მონაცემებით იმ პერიოდისათვის გაიდლაინით, რითაც ინკურნებოდა აღნიშნული პაციენტები, ნარკოტიკული საშუალება არ იყო გამოყენებული. სხვადასხვა მტკიცებულებები მე გაიდლაინი კი მაქვს, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ ჯანდაცვამ უნდა აღიაროს ის თავისი საკითხი, რომ არ ინკურნებოდა ნარკოტიკებით, საერთოდ პრეპარატებით საერთოდ არ იმაშებოდა. პირდაპირ საუბარით ყველა ექიმი ცალსახად ზოგი თავსაც მარიდებს, მაგრამ გამოძიებას არ აძლევს სრულყოფილ ჩვენებას. აი ეს არის ყველაზე მეტი უბედურობა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ხო, ექიმები რო თავზე გასულები არიან, ზოგიერთი ექიმებზე მაქვს საუბარი, ხო? მეტი რომ აღარ შეიძლება. არ მიდიან გამოძიებაში და არ აძლევენ იმ სრულყოფილ ჩვენებას, განმარტებას, რაც შეიძლება მოყოლილიყო. კონკრეტული გადაწყვეტილებები უკვე იქნა მიღებული და რამდენიმე პირს ბრალდება წარედგინა, თუმცა ოჯახი სხვა ადამიანების დასჯასაც მოითხოვს, რომელთაც მათი აზრით გულგრილობა გამოიჩინეს და შესაძლო დანაშაულს ხელს აფარებდნენ. ახლა მეორე პირის მიმართაც პირველ საფუძვზე თერაპიულ განყოფილებაში, სადაც იმყოფებოდა ჩემი შვილი, მეორე ექიმსაც წაუყენეს ბრალი. იგივე გულგრილებასთან დაკავშირებით. მანაც ჩაატარა იგივე ექსპერტიზა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ორი ექსპერტიზაა ჩატარებული და აი ეს პირდაპირ მინიშნებით იგივე პნევმომედიას ტიმონთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებულად მივიდა თორაკოქირურგი გასინჯა 17-ში უკვე კატეს დასკვნით იყო ცნობილი, რომ პნევმომედიას ტიმონი იქონდა და 10 დღის შემდეგ კონსულტაციაზე მიდის თორაკოქირურგი. ახლა დავიჯეროთ, რომ ყველაფერი რეანიმატოლოგების ხელში არის, პირდაპირ არის ბრძანება, მინისტრის ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი არის აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ იმართოს მასთან ერთად. მაგრამ რატომღაც გულგრილად მოეკიდენ და შესაბამისად არ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც გადაწყვეტილებაც უნდა ყოფილიყო. ამას დამატებული ის, რაც თავში თქვი ეს წამლები მედიკამ უზომო რაოდენობით, მარტო გადასხმები რომ დავთვალოთ პატიცემულო, ხო? გადასხმები არის გაკეთებული 120 ლიტრა. 120 ლიტრა 23 დღის განმავლობაში. სწორია ადამიანს, ხო? ამას ხომ უნდა გამოყოფა უნდა, გარეთ გამოდევნა უნდა.
ჩვენებებში ისეთი არმაცერად აქვს დასახელებული ჩვენებები, აი მაგალითისათვის ერთს მოვიყვან, ერთ-ერთმა რეანიმატოლოგმა, ანესთეზიოლოგმა თქვა ასეთი რამე. აი რამდენია სასიკვდილო დოზა მორფინთან დაკავშირებით და ექიმი ანესთეზიოლოგი სრული პასუხისგებლობით რა ვაცხადებ იმას, რომ ამბობს პირდაპირ, არ ვიციო რამდენია სასიკვდილო დოზა. თუ კი არის ის ანესთეზიოლოგმა, რეანიმატოლოგმა აღნიშნული რამდენია დოზა, რატო უკეთებს? ეს ერთი. მეორე, ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუშაკი, სადაც დასმული იქნა შეკითხვა აღნიშნულთან დაკავშირებით და ეუნებიან ასეთ რამეს. აი ამდენი მედიკამენტი არის ჩამოთვლილი, ჩემო ბატონო. აქედან გამომდინარე, ხო, აქტიური ფაზა ნარკოტიკული საშუალების რამდენი ხანში უნდა გამოიდევნოს, ხო? როდესაც პროფესორია ადამიანი და უკეთებ ნარკოტიკებს, ხო, მოდიდან გაგიჩნდებათ ლეგიტიმური კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენ ხანში უნდა გამოვიდეს, ხო? ავიღოთ უბრალოდ ელემენტარულად, ხო, დღეს ტექნიკის სამყაროში ვართ, სადაც შესაბამისად სულადვილად შეიძლება რომ დადგინდეს რამდენი დღე ჭირდება მაგალითად მორფინის გამოსვლა ორგანიზმიდან, ფენტალინის, მიდაზოლამის, იგივე მარიხუანა და კანაფი და მთელი უბედურებები, მაგრამ რატომღაც არ ვიციო. აი ასეთ უღერღილო კითხვებზე იყო საუბარი. თანაც კიდე ასე გულგრილი დამოკიდებულება იმ ექიმების მიერ, რომ მაგალითად მოწმე როდესაც მიდის, დაიღალა და ერთი თვის შემდეგ ესე იგი 2 საათი გაჩერდა დასაკითხად და მე კიდე გადაიდო და ერთი რამოდენიმე ხნის შემდეგ მივიდა და ისევ შესაბამისად მოინდომა იგივე ის რა ქვია გაგზელება ამინის. სხვა პირების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. აუცილებლად პირველი სართული თერაპიული განყოფილების მიმართ ფაქტიურად ამოწურული არის, მაგრამ ეს არის განგზობადი დანაშაული, სადაც გრძელდებოდა აღნიშნული დანაშაული, ექიმებმაც იგივე თავიანთ ჩვენებაში დაადასტურეს ის გარემოებები, ამიცემულო რომ მე თუ არ გავაკეთე და არ ავცნობ თავს დამნაშავედ, ხო? მე იმას არ ვეუბნები, მის ბრალეულობას და იმას არ ვეუბნები, მაგ გაარკვიოს სასამართლომ დააყენოს ის განაჩენი რაც არის. თუ არის ის ლეგიტიმური და თუ არის სამართლიანობას ვითხოვ აი ამ შემთხვევაში. მაგრამ ორი ექიმი ამბობს იმას, რომ მე თუ არ გავაკეთე პირველი სართულის, ხო, ჩემს გარდა კიდე 2 კვირის განმავლობაში არ გაკეთებულა. სადაც არსებობს უამრავი რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით, რატომ არ გაუკეთდა? თან მithumetes ამდენი მედიკამენტების ფონზე. და გამოძიება არ ინტერესდება. გამოძიება ფაქტიურად რჩება ის გონივრული სტანდარტ ეჭვი, რომ ფაქტიურად ნება უნდა გამოხატონ ამასთან დაკავშირებით. არის სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც მოვითხოვე დოკუმენტები, სათვალთვალო კამერები და ის სათვალთვალო კამერები, სადაც ხორციელდებოდა ვიდეო გადაღება და ისინი წაშლილია. წაშლილი დავაყენეთ ეგ საკითხი, ამოიღეს გამოძიებამ 2 წელიწადი მიმდინარეობდა ექსპერტიზა აღნიშნულთან დაკავშირებით, სადაც ექსპერტმა დადო დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისად წაშლილია ხელოვნურად. ზუსტად ის პერიოდში დაემთხვა მე რომ გარდაცვალებიდან მესამე დღეს, როდესაც შევიტანე განცხადება, რომ მომეცით სათვალთვალო კამერები და მომეცით შესაბამისი ყველა დოკუმენტაცია, რატომღაც 22-ში არის დაფიქსირებული უკვე, რომ შესაბამის წაშლილია აღნიშნული ის დაფორმატებულია. ამბობენ იმასთან დაკავშირებით, რო გჭირდება. თუ კი არის რაიმე მტკიცებულებები მოპოვებული, ხო? 70-80% არის ჩემი ადვოკატების მოპოვებული მტკიცებულებები. იგივე ჰოსპიტალური აგენტებთან დაკავშირებით რა დოკუმენტებიც არის, მიდი გააკეთე ეს დოკუმენტი, გააკეთე ეს გამოითხოვეთ, მე პირდაპირ გეტყვით, რომ კანონით არ მაქვს უფლება, რომ რაიმე სახის ექსპერტიზა ჩავატარო, რაიმე კვლევები ჩავატარო. მე მოწმეების გამოკითხვის შესაძლებლობაც არ მაქვს, თორე აქამდე კარგადაც მოგეხსენებათ, რომ არის უბრალოდ ისევ და ისევ რჩება პროკურატურის კეთილი ნება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს იმ ბრალების საყენება, მაგრამ რატომღაც არ აკეთებენ. და კიდევ სხვა გარემოებებიც არის, რომელი გარემოებებიც უახლოეს ხანში გამოიკვეთება. ბოლოსაც ვიყავით, რამოდენიმე 2 დღის უკან ვიყავით, მე და ჩემი მეუღლე ადვოკატებთან ერთად და ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე.
ვიყავით ქალაქის პროკურატორი და კიდევ დრო მოითხოვეს. რაში ჭირდება დრო, მტკიცებულებების გამოკვლევა არ გამოგვიკვლევია, არაფერი არ გამოგვიკვლევია, უბრალოდ დრო გჭირდება. დრო გჭირდება, რომელიც შესაბამისად მოვა ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად იტყვიან, რომ აბატონ გავიდა ხანდაზმულობის ვადა და კარგად იყავით ჩემო ბატონო. და ის ექიმები და ექიმი იქნება თუ ვინც იქნება დაურჩელი დარჩება და იქნება იმის საშიშროება და რისკი იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა პაციენტები შეეწირება. და თუ კი მართლები არიან, ხო, თუ კი მართლები არიან და აი ამდენი ხანია მე-5 წელია ვიბრძი. ხო შეუძლიათ, რომ აი უჩივი ადამიანს ვეუბნები, რომ შენ მომიკალი ჩემი შვილი. იმ ადამიანს ხომ აქვს თავისი ღირსება, ხო სამაგიეროდ ხო უნდა შემომიტრიალოს რაღაცა და დამიჯდეს, რომ არც ერთი ექიმი ვერ დაждდება. იმდენ რამე შევისწავლე უკვე, ხო? ამ 4-5 წელია უკვე, ხო? ძალიან ბევრი რა. გინდათ საოცრება, ერთადერთი საოცრება. ჩემმა კოლეგამ, რომელიც ჩემი ოჯახის ადვოკატია, გოჩა გარუჩავ, მიმართა ლევან საყვარელიძის, სადაც გამყრელიძე არის ხელმძღვანელი, სადაც სტატისტიკა გროვდებოდა. მოვითხოვეთ 21 წლის, მთლიანად 21 წელს რამდენი ლატალური შემთხვევა დადგა. გაიკვირდება და 611 ადამიანი დაიღუპა 1 წლის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მერე შემდგომ ამისა, მაგის დოკუმენტიც მაქვს და განახებთ. შესაბამისად აღმოჩნდა ის გარემოება, რომ მოვთხოვეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. რამდენი ადამიანი დაიღუპა. ცოტა მოგვიანებით ახლა ჩვენც ლავირებები შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და მოვთხოვეთ და ოფიციალური დოკუმენტი, სადაც პირდაპირ გვიფიქსირებს medical soft-ის მეშვეობით, medical soft-ის იმით, სადაც ესე იგი პირდაპირ არის მინიშნებული 686 კაცი არის. მიცვალებულების და გარდაცვლილების ვერ დათვალეს. საწავიდა ამდენი თანხა. ამდენი გარდაცვლილი სად არის ასეთი შეუსაბამობა 611-სა და 686 შორის 75 ადამიანია და აორთქლდა ეს 75 ადამიანი რჩება მაშინ ან ერთი ორგანო უწყება იტყუება ან მეორე უწყება იტყუება მაგრამ სიმართლე არ აჩანს იგივე მედიკამენტების ხარჯის ნაწილში სადაც ესე განუკითხაობა იყო მაგრამ გამკითხველი დღესდღეობით აღარავინ აღარ არის მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ იმ გარემოებას, რომ სანამდე ვიქნები, მათ არ შევარჩენ არავის. არა მარტო ჩემი შვილთან დაკავშირებით, უბრალოდ არ უნდათ, რომ 150 ლარზე მეტი გახადეს ეს გახდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, 150-ზე მეტი კი არა 1000-ებს სცილდება ის ხარჯები და ის გაფლანგული თანხები, რაც მიწერილია ჩემ შვილზე, რომ დაიწყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გაიოს ჩარკვიანის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რათა მომავალში არც ერთ ოჯახს მსგავსი ტრაგედიის გადატანა აღარ მოუწიოს.